ეგრეთ წოდებული ხოფის ბაზრობაზე შესვლა მხოლოდ დამწვარ სექციებში აკრძალული დანარჩენებმა თავიანთი მაღაზიები უკვე დაათვალიერეს. როდის მიეცემათ დაზარალებულებს მუშაობის განახლების საშუალება და რას აცხადებს მთავრობის თავმჯდომარე ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ქეთი ჭყონია მოგვაწვდის ინფორმაციას შემთხვევის ადგილიდან. დიახ-ნინო, როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, ისინი სავაჭრო ცენტრში მუშაობას ოფიციალურად თვალიდან შეძლებენ, მათ საშუალება ჰქონდათ დღის მეორე ნახევრიდან საკუთარი მაღაზიები გაეთვალიერებინათ, რაც შეეხება იმ ობიექტებს, რომლებიც ხანძრის შედეგად დაიწვა. მეპატრონეებს ამ დრომდე არ ეძლებათ უფლება, რომ საკუთარი მაღაზიები დაათვალიერონ, ეს იქამდე, ვიდრე არ იქნება ცნობილი სასაქონლო ექსპერტიზის შედეგები, რაც შეეხება თავად გადარჩენილ ჯიხურებს, თუ რა ვითარებაში დახვდათ მეპატრონეებს საკუთარი მაღაზიები, ჩვენ შეგვიძლია მათი კომენტარები მოვისმინოთ. მაღაზია გავააღეთ 10 წუთის უკან, ვითარება არაფერი ზარალი არ გვაქვს ჩვენ პირადად, ყველაფერი რიგზეა. 3 დღეა არ მუშაობთ, მე მგონი ვარაუდით ამბობენ, რომ ხვალიდან დაიწყება მუშაობა. არა, პირადად ჩვენთან არაფერი არ არის გაფუჭებული, ყველაფერი ნორმალურადაა. უკვე განახლდა მუშაობა და რავი, ალბათ ვინც დაზარალებულია, იმის მიექცევა ალბათ სათანადო ყურადღება, რა თქმა უნდა. ჩვენი რაც დავტოვეთ იმ დღეს, რომ დაიწვა მაღაზიები და ჩვენამდე მოვიდა, იქით დაიწვა მაღაზიები. რაც დავტოვეთ, ისე იმ მდგომარეობაში, აქ არაფერი დაკარგული არ არის, ხელუხლებელი არის. გაიხსნა თითქმის ყველა გარდა იმ მონაკვეთისა, რომელიც დამწვარია, შესაბამისად ცენტრალური სექციის მონაკვეთი და მეხუთე სექცია მთლიანად. გატანილი იქნა, თქვენ იყავით აქ, გატანილი იქნა ეს დარჩენილი პიროტექნიკა, რომელიც საშიშროებას წარმოადგენდა დღევანდელი ხვალინდელი ფუნქციონერებისთვის ბაზრობის. დანარჩენი ახლა გატარდება ინდივიდუალური სასაქონლო ექსპერტიზა, რომელიც შესაბამისად ყველა ინდივიდუალურად გაივლიან მოიჯარებთან ერთად. და ამიტომ ვერ უშვებთ თუნდაც რაღაც დეტალი რო აიღოს დამწვარი მისი ობიექტიდან. დღეს მოიჯარეები კომპენსაციის საკითხზეც საუბრობდნენ, მათი განცხადებით გამომდინარე იქიდან, რომ ობიექტი რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსია, აუცილებელია სახელმწიფომ მათ ზარალის ანაზღაურება უზრუნველყონ. საკითხს გამოეხმაურა მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძის განცხადებით, ამ ეტაპისთვის კომპენსაციის საკითხი არ განიხილება. მისივე ინფორმაციით მთავრობა ვარაუდობს, რომ შესაძლოა მოვაჭრეები დროებით გაათავისუფლონ იჯარისაგან. ჩვენ შესაძლებლად მიგვაჩნია და ამ ნაწილში თანხმობა არის, რომ აღვადგინოთ ის ჯიხურები, ის ინფრასტრუქტურა, რაც დაზიანებული იქნა გარკვეულ პერიოდის განმავლობაში. ჩვენ შეღავათი მივცეთ იმ მოვაჭრეებს, იმ ჩვენს ასე ვთქვათ დაზარალებულებს იჯარის კომპენსაციის სახით უფასოდ ეკნებათ გარკვეული პერიოდი და ამ პერიოდზე მსჯელობთ, მაგრამ სხვა კომპენსაციებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე საუბარი არ მიდის, ეს არის ბიზნესი, ყველა ბიზნესი უნდა იყოს დაზღვეული და რისკები ყველა ბიზნესს გააჩნიათ. ეგრეთ წოდებული ხოფის ბაზრობის საკითხს გამოეხმაურა დღესვე უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მედია ვასაძე აცხადებს, რომ გამომდინარე იქედან, რომ სავაჭრო ცენტრის 100%-იანი წილობრივი მონაწილე რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა, პასუხისმგებლობა მომხდარზე სწორედ აღნიშნულ უწყებას ეკისრება. ვასაძე ბალაძის უწყებას მენეჯმენტის შეცვლისკენ მოუწოდეს. დეპუტატს თავად ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი პასუხობს, დავით ბალაძე ვასაძეს პოლიტიკური ანგარებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. ეს არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, მაგრამ დამფუძნებელი არის სახელმწიფო. თუ კი ვერ უვლის გაყიდოს თუ არა ის რაც მოხდა, ამას არ ქვია სწორი მენეჯმენტი და ეს არ გახლავთ მოვლილი საწარმო. დაიღუპა 3 ადამიანი და გაკოტრდა, კი არა, უკიდურეს მდგომარეობაში ჩავარდნენ ადამიანები, რომლებსაც ალბათ სახი და კარი ექნებათ გასაყიდო. მე მოუწოდებდი ქალბატონ მედიას, ნუ გავაკეთებთ აპელირებას პოლიტიკური მიმართულებით ხოფასთან დაკავშირებით და ალბათ უკეთესი იქნებოდა სამძიმარე გამოეთქვა იმ ოჯახებისთვის, ვინც გარდაიცვალა და შესაბამისად იმ ადამიანებისთვის გვერდით დამდგარიყვნენ და მინიმუმ იმ დღეს მოსულიყო, როდესაც იქ ესე ვთქვათ ნახევარი ბათუმი იყო მოსული და გვერდით დამდგარიყო იმ ადამიანებისთვის, ვინაც საკმაოდ დიდი ზიანი განიცადეს და ჩვენ მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ იმ მიმართულებით, რომ თავის დროზე მოხდა ხანძრის ლოკალიზება და მიმდინარეობს იგივე ხოფის მენეჯმენტის მხრიდან მაქსიმალურად სწრაფ ტემპებში, რომ განახლდეს აღნიშნული ბაზარის მუშაობა, შესაბამისად კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ უკეთესი იქნებოდა მწუხარებები გამოეხატა იმ ადამიანების მიმართ და პოლიტიკური ანგარებისთვის ნუ გამოიყენებს ამ საკითხს. როგორც უკვე გითხარით, სავაჭრო ცენტრი 2009 ოფიციალურად მუშაობას ხვალ დილიდან განაახლებს, რაც შეეხება ზარალს მოვაჭრეებმა, როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ზუსტი დეტალები ადმინისტრაციას უნდა მიაწოდონ, ამ დრომდე უცნობი რჩება, რა ტიპის ზარალი მიადგა თავად სავაჭრო ცენტრს.